გუნდებით თვითონ გოლშემატკივრება ქუთაისიდან აი ამ ასპინძლობს ლელოს ძალიან დაძაბული მაჩვენოს პირველ ტაიმის შემდეგ ორივე გუნდმა 2-2 გაიტანა თუმცა ეს ვთქვათ აი მაინც წინ არის ორი ქულით ამარცხებს მეტოქეს აი ესთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ხოლო ლეოს სატურნირო თვალსაზრისით არ არის ეს მნიშვნელოვანი მაგრამ მათთვის აი ეს გამწარება ყოველთვის ვთქვათ ასე დროს კარგი იქნება ძალიან როცა ისტორიულ მეტოქეს რაღაცაში ხელს შეუშლიან ესე ვთქვათ დაგეთანხმები სერგო აბსოლუტურად ამ ორ გუნდს შორის ნებისმიერ ეს იქნება ასაკობრივი გუნდების დაპირისპირება თუ დიდაჩი ძირითადი გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი არის ამ მატჩის პირველმა ტაიმაც რა თქმა უნდა გაამართლა ჩვენი მოლოდინები და იმეც გამოვთქვავ რომ მეორე ტაიმშიც ასეთი სანახაობრივი დაპირისპირების მომსწრეები გავხდებით როგორც ხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულაა სხვაობა 16-14 აიას სასარგებლოდ და ვნახოთ რომ მატჩის ბოლომდე რომელი გუნდი აღმოჩნდება უფრო ფიზიკურად და მენტალურად გზად რომ მიიყვანოს დღევანდელი შეხვედრა გამარჯვებამდე. ხო, აქ ტაიმს შევეხოთ და პირველი წუთზე დადო კოხოძემ კარგი ლელო მის შემდეგ მოიპოვა ლელო უპირატესობა მაგრამ ასე ვთქვათ ორი ლელოც გაიტანეს წინ გავიდნენ მაგრამ ბოლოს ტაიმის ბოლოს ისევ კოხოძემ აი ეს ძალიან კარგი კომბინაციის შემდეგ დაასულა შეტევა და თუმცა ბოლოს აი მოიგერია მაგარი მიძალება ლელოსგან და დაიცვა თავი 16-14 ნახოთ როგორ გავითარდება მეორე ტაიმში მოვლენები. გამოვიდნენ სტუმრებიც პირველ ტაიმში დანაკლისი ჰქონდა ორივე გუნდს სიმსივე დაემტვრა აიას ხოლო ქოიავა ლელოს ორი ისეთი გამოკვეთილი მოთამაშე გამოკვეთილად კარგი მოთამაშე ემზადება შოთა ცაგარეში ის მიცემს ნიშანს აიმის განახლებამდე კი შესაძლებლობა გვაქვს სერგო რომ გულშემატკივარს მივაწოდოთ ინფორმაციას მოგეხსენებათ ეს არის ლაივ მატჩი დღეს უკვე გაიმართა რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის ყველა შეხვედრა და განსაკუთრებით გამოვყოთ ის გარემოება რომ ქვედა ზონაში იყო დიდი დაძაბულობა აუთსაიდერები ტაო და ბოლნისის ყოჩები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს საბოლოოდ ტაომ გაიმარჯვა 56-17 უხკულიან შეხვედრაში თუმცა თავისი შეხვედრა მოიგო ასევე ყაზბეგმაც და შედეგად მივიღეთ ის რომ ბოლნისის ყოჩები გავარდნენ დიდი 10-დან ტაო ითამაშებს პლეიაუთს ხოლო ყაზბეგმა შეინარჩუნა ადგილი დიდაჩი და მომავალ სეზონშიც იქნებიან სტეფან წმინდელები წარმოდგენილი არმიასა და ხვამლის დაპირისპირება გაიმართა ასევე რომელიც 28 დასრულდა, ხოლო ხარები დამარცხდნენ ბათუმთან 3-29. კოხოძე მივიდა აქ, თუმცა ფინალზე მოყვა და დაიკარგა ბურთი, ფეხი დაარტყეს ლელოელებმა. არის აყოლა, თუმცა ბაბუნაშვილი ხელაძე მისდევს ბაბუნაშვილს. აქ ჩავარდა, რა თქმა უნდა, ჩავარდა. ადაყრაძის დროს გადაყრაზე შესვლის დროს აია და კარების წინ არის ჯარიმა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ კარებში დარტყმა და ესეც არის ვაჟამაისურაძე აჩვენებს კარებისკენ. ხელაძე, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში და ასევე ენერგიულად და აქტიურად დაიწყო მეორე ტაიმიც. მარტივი ჯარიმა, რომელიც მოიპოვა ლელომ და უდიდესი ალბათობით ხელაძე სამქულას მოიპოვებს და დააწინაურებს კიდევ ერთხელ დღევანდელ შეხვედრაში სტუმარ გუნდს. ზუსტია რიკაძე 16-17 და ისევ წინ გავიდა ლელო. ესე ქულაში მიდის მთელი მატჩის განმავლობაში უკვე ხშირად შეიცვალა ლიდერი.
ახოთ ჯერი ამჯერად უკვე მასპინძლებზეა. გიორგი ბაბუნაშვილი განაახლა შეხვედრა, დაკიდა საბრძოლო ბურთი. თუმცა დახვდა ლელო აიღეს ბურთი. და ეგრევე რაკი დააგრძელეს ახლა ყაჩალაშვილი კალაფეხით. გამოვარდა ახდება დაუფარეს რემეიშვილი ვერ ამოაგდო ოფლოუდი. ბოლა კოხოძე სახიფათოა დარჩა მოედანში თუ გადააგდეს არა გადააგდეს ასე რომ აუტი იქნება ლელოსი ედობა რა თქმა უნდა კოხოძე ყოველთვის თავის ჭანს ძალიან ბევრ ლელოსებს და ასე ამწოვებს ხშირად აქ სწრაფად მოაწოდა ლელომ ძალიან ყაჩლავაშვილი კარგი სრულმოძრაობა ყაჩლავაშვილის გადააწოდა შემდეგ თანაგუნდელს დასილდა ლელოს სახიფათო ზონას თუმცა რჩებიან სტუმრები საკუთარ 20 ჩიქოვანი წამოვიდა გაჭრა ხაზი ის კიდევ ერთი მეტოქე მოიშორა მიყვება აფციაური მარჯვნივ ყავს მიმყოლი გადააწოდა და კოხოძე ბუჭო გაუგეთა ფაქტობრივად გაშვებული ლელოსგან იხსნა ახლა ქუთაისის აია გადაკიდა რიკაძემ ქევხიშვილი მარტოა დუცა ბურთი არა უხდა და ბოლა წამოვიდა ოფლოუდი და აქედან აიამ შეება წამოიღო შეტევა შვანგირაძე ბაბუნაშვილი ფეხს უთხრამს არავინ არ არის უკან და გამართულია შვანგირაძე არჩვაძეს დოგი გაიმართა შევიდა ბურთი არა შეიტანა არჩვაძემ შეიტანა თუ შებოჭეს აიას შეკინება იქნება და ესეც არის არა ვერ შებოჭეს არა ნუ თუმცა დიდი არაფერი სხვაობა არ არის მეტოქის 22 მეტრიანში იქნება ქუთაისელების ტელეფონი ისეთ სანახაობრივი ეპიზოდები გამოგვივიდა ახლოს იყო ლელოს გატანასთან კარგი შეტევაც წამოიწყეს თუმცა შემდეგ უკვე საპირისპიროდ შემოუტრიალდათ და ლელოს არასენს ახლა საკუთარ 22 მეტრიანში მოუწევს დიდი გარჯა რომ დაიცვას თავი აქ შეცვალა შავაშიძე გიორგი ნიკოლაძე რომელსაც აი ფინალში როცა აიამ ლელო დაამარცხა ძალიან დიდი წვლილი აქვს მაგ მოგებაში თუმცა შალოვში გადავიდა და ფეივებში ისიც ვერ დაეხმარება აიას აგდეს ნიკოლაძეზე სწორედ მოლი აქ რა ხდება მოიხსნა რემეიშვილი სადა კონტაქტის გაკეთება და გადაეწყო მოკინალები ახლა ბაჩუკი ბარათაშვილი უტევს კარგადაც მაღალ ტემპში უტევს ქუთაისის აია ბოლა და დოლიძე კარგად შეგუჭა ჩიქოვანი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა დოლიძე თუმცა შეინარჩუნა ბურთი იგი გამოძრა უთულეს მდგომარეობიდან ცუდი პასი რომელმაც დააგდო ქუთაისის აიას შეტევის ტემპი ლაღაძე დოლიძე გადააწოდა იქვე მყოფ ბარათაშვილს კარგი გოჭვა დაახოთრეს ბარათაშვილსაც ჯერჯერობით უჯარი მოდიცავს ლელო თავს ფრუიძე კარგი პასი აქ რა პასი გააკეთა შვანგირაძემ ერემეიშვილი თუმცა კარგად დახვდნენ არ შეუშვეს 22-ში შეიმაგრა ბურთი ერემეიშვილმაც დოლიძემ სწრაფად გაიტანა გრძელდება ქუთაისელთა შეტევა კიდევ ერთი მიძალება და სასტვენი ჯარიმა ჯარიმამ ნახოთ კარებში უნდა დაარტყას ალბათ ბაბუნაშვილის წესით თუ შუაში ეს ჯარიმა დიდი ენერგია ჩადო აიამ ამ შეტევაში და მარტივი პოზიციიდან გასლებით უფრო პრაგმატული იქნება თუ ამ ჯარიმას დაარტყავენ კარში ნახოთ დავუვიდოთ რას გადაწყვეტენ აუტიო კუთხეშია ჯარიმა როგორც ჩანს და კი ბატონო კუთხიდან რა თქმა უნდა ჯობს აუტში გადასვლა
ქუთაისის აია ითამაშებს ლელოზე, გადაიტანა ბურთი კიდეზე ბაბუნაშვილმა. და წამოვიდა სულები, შემოვიდა ქიმუცაძე, შემოვიდა ხონელიძე. კარგი აუტი ბოლოში, კაცე ლაღაძე ახდა, კარგი მოლი ჩანს და ლელო გაბისონია ბურთით. კი ბატონო, დაწინაურდა ისევ მას ბიძელი გუნდი, კარგი მოლი ააგორეს ქუთაისელებმა. 21-17 და გარდასახვაც არ არის უდად ბლას. ხო, აგრესიული იყო ძალიან ამ შეტევაში, აია მოინდომეს წინა ეპიზოდებშიც და ბოლოს მიაღწიეს მიზანს. ძალიან გაუჭირდებოდა ლელოს ამ ქუთაისელთან მძლავრი მოლის გაჩერება და დაახლოებით 2-3 მეტრი აშორებდათ ლელომდე. საბოლოოდ დასრულდა ეპიზოდი აიას გატანილი ლელოთი, ბაბუნაშვილი ემზადება გარდასახვის შესასრულებლად. ზუსტია ბაბუნაშვილი 23-17 6 ქულიანი უპირატესობა აიას. თუმცა გვაჩვენა უკვე ლელომ დღევანდელ შეხვედრაში, რომ შეუძლია ამ გუნდს სხვაობის აღმოფხვრა, დაწინაურებაც. ნახოთ, როგორ პასუხებენ სტუმრები. შეიყვანეს თამაში ბურთი მესამე ზონაში დარტყმული, ბაბუნაშვილიც ფეხის დარტყმას აბრუნებს. ბურთი მოედანშია, არჩვაძე. გადააწოდა რიკაც და გაიშალა ხიშვილი, ჩაუჩიქოვანი. საფიხელები, კარგი გადაცემა. აჩლავაშვილის სიღრმეში გაკეთებული პასი რიკაძეზე, კიდევ უფრო უკან შეუცვალეს შეტევას ხელაძე, კარგი გადაცემა. კარგად იარა ღანიაშვილმაც, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, გადავიდა აია ლელო მეტოქის ნახევარზე. აქ მაგარი ბოჭო გააკეთეს ქუთაისელებმა ბოლამ. უტევს ლელო ისევ თავგაწივრით იცავს თავს აია. კიდევ ერთი მიძალება მორკინალებით, ამჯერადაც უშეცდომოდ და უჯარიმოდ დახვდნენ ქუთაისელები. რიკაძე მოძებნა საპირისპირო ფრთაზე შეტევის განვითარების მიმართულება, თუმცა ფეხით შეცურებული ბურთი არ გამოდგა ეფექტური. კი, აქ გახდება საბოლოოდ. და ფრუიძე ჩაუვიდა ბურთს და ჯარიმა მოიპოვა ფრუიძე. ხო, გიორგი ფრუიძე წინა ტურში თუ გახსოვთ ხოჩებთან მიიღო წითელი ბარათი, თუმცა სადისციპლინო კომისიამ ესე გააუქმა დისკვალიფიკაცია და მიცა თამაშის უფლება. ეს რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იქნებოდა აიასთვის, დღეს მოვახსენეთ რომ აკლია აიას. ბატირენგა აკლია, პეტრე ჭინჭარაძე აკლია, ზურა ხუციძე, მოკეთ დანაკლისით თამაშობს დღეს ნამდვილად. ქუთაისური გუნდი მაგ ბაბუნაშვილი ძალიან კარგად უთხრამს, წინვალეთ შევიდა და 20-ში იქნება აიას აუტი. კარგი შესატევი პლაცდარმი მასპინძელ გუნდს. ნახოთ რა ხეირის მიღებას შეძლებენ ამ დერეფნისგან აიას მოთამაშეები. მოაწოდა ბურთი ხონელიძემ. მოლი აკონტროლებს ბურთს ხონელიძე და მიიწევს აია წინ. კონტროლი კარგია. მოეხსნა ხონელიძე, თავად შეუტია ხონელიძემ და დაამიცა კიდეც ქუთაისელთა მორიგი ლელო. 28-17. კი ბატონო და უკვე გაზარდა აიამ სხვაობა. მეოთხე ლელო გაიტანეს ქუთაისელებმა. შარშან განსაკუთრებით კარგი სეზონი ჰქონდა ხონელიძეს. ძალიან ბევრი ლელო გაიტანა, ეხაც გამოიჩინა თავი. 27-17 და ნახოთ არც თუ ისე იონი გარდასახვა ბაბუნაშვილს.
ემზადება ბაბუნაშვილი გარდასახვის შესასრულებლად დადგა ბურთის ადგამზე. ბაბუნაშვილის დარტყმა ზუსტია 30-17 13 ქულამდე გაიზარდა ქუთაისის აიას უპირატესობა. აქ ცუდად შეიყვანა რიკაძემ, ხო, თანაგუნდელების მოატყუა, არა მარტო აია და შეკინება უკვე ცენტრალურ ზონაში. ჩვეულო ეპიზოდი იყო საბოლოოდ გაუგებრობა ლელოს მოთამაშეების მხრიდან და გავაგრძელებთ შეხვედრას ქუთაისელთა შერკინებით. თავიდან მოეწყობა, დღეს არ აქვს ფოტოშოპის მაგალითად ბევრი შეკინება. გაესაუბრა კიდევ ერთხელ შეხვედრის მთავარი არბიტრი პირველ ხაზელებს და გადააწყო შერკინება. თავისუფალი ადრე მიაწვა აია, გაათამაშა სწრაფად ხალხმაუშვილმა, შეუტია, კარგი გადაცემა მაისურაძე გარბის, მშვენიერი ოფლოუდი, უნდა გაიშალოს პასი, არი ქევხიშვილი, თავისმას გადააწოდა და ყოჩა გაგა ქევხიშვილმა ძალიან კარგი ლელო გაიტანა. ესე სწრაფი შეტევით ლელომ დაალელოა მეტოქე, ოჩახ ყაჩლავაშვილს, რომელიც კარგად გაერკვა სიტუაციაში, არ გამოეთიშა ეპიზოდს და ესეთი მყისიერი სწრაფი გადაწყვეტილებით კარგი უპირატესობა შეუქმნა საკუთარ გუნდს. კი, კარგი მორაგვია ყაჩლავაშვილი, ანუ გამოიჩოა იმით, რომ რაც იშვიათია ზოგადად ქართულებში, ანუ არასტანდარტული თამაშით გამოიჩოა, ხშირად იღებს არასტანდარტულ გადაწყვეტილებას, არასტანდარტულად მოქმედებს. ეს რა თქმა უნდა მით უმეტეს ხანომისთვის პლუსია და ამ შემთხვევაში გაამართლა მისმა გადაწყვეტილებმა. ნახოთ რიკაძის გარდასახვა უწევს საკმაოდ რთული პოზიციიდან. და გაიტანა წინვალე და 30-24 დაბრუნდა ლელო თამაში. 6 ქულამდე შეამცირა სხვაობა ლელოს არასენსმა. საკმაოდ დიდი დროა ჯერ კიდევ დარჩენილი მატჩის დასრულებამდე. ერთი გარდასახულება იგებს თამაშს, ასე რომ ეს ამ ზონაში შეცვლა ყოველთვის სახიფათოა წიმყოფი გუნდისთვის. პირველი ტაიმის გავსად ორმხრივი ბრძოლა მიმდინარეობს მოედანზე. ესეთ გამოკვეთილი უპირატესობა ვერ შეძლო ჯერჯერობით ვერც ერთმა გუნდმა რომ მოეპოვებინა. ბაბუნაშვილი დაკიდა მესამე ზონაში. საბოლოოდ ფეხის დარტყმას აბრუნებს ასევე ლელო. არც ისე შორს ბურთი რჩება ლელოს არასენსის ნახევარზე. 10 მეტრიან წვეტილთან იქნება მასპინძლების დერეფანი.
აღმოუჩენენ დახმარებას ლელოს დაშავებულ მოთამაშეს და განახლდება შეხვედრა. წამოდგნენ გარჩვაძე ვაკო ვერ მოიგო ბუთი აბაკიმ ნახოთ რა შეტევა შეიძლება განავითაროს ლელომ საპირისპირო ფრთაზე ჩაათამაშეს ბურთი ფეხით გადატანილი თუმცა ადგილზე არის იქ მეტრეველი წამოიღო მეტრეველმა სრულ მოძრაობები აქ რისკავს აია კოხოძე უთავს ფეხს შორს დაარტყა და გოგიტა რიკაძე ნახოთ მანაც შეცვალა მიმართულება ხელი თამაშობს ისიც და დგას არჩვაძე და აქ ცუდ მდგომარეობაშია ლელო საბოლოოდ მაისროაძემ დაარტყა და თამაში რახში გადავიდა მოკლე დარტყმა მორკინალებით ხუროშულმა დააგრძელა რაკი და ფეხით გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე საბრძოლო ბურთი ვნახოთ ვის დარჩება საბოლოოდ დატოვა ბურთმა მოედანი აიას აუტი იქნება ხონელიძემ მოაწოდა ამჯერად ორი ხელით დამაჯერებლად მოიგო ბურთი სინაურიძემ აქ მაგარი პას დააждენ ფუიძეს მაგრად და აქ კიდევ ერთი მაგარი მოჭვა აქტუალურად შემოვიდა ძალიან სხვათა შორის ნუგზარ ხეხვიშვილი ძმები არიან გაგადაის აქ ხდება ფეხს უტყამენ არავინ არ არის და მოკინალია საერთოდ ფრივახაძე ხონელიძე იყო ამ პოზიციაზე საბოლოოდ გადავიდა ბურთი აიას აუტი იქნება შემოვიდა ამასობაში მოედანზე ბექა გელხვიძე გელხვიძე წინა წლებში აი უფრო იყო ძირითადი ხა სხვათა შორის ხშირად მარკაფაშია ხოლმე შარშანწინის საერთოდ ლიდერიც იყო გუნდის ერთ-ერთი აქ შვაგიაძე წამოდგა მოაწოდა ხონელიძემ ამჯერადაც მოიპარეს ლელოელებმა და ჯარიმა დაჯარი და გიორგი ნიკოლაძე არ ჩქარობთო ის ლელოს სადარგოს კამიდან მითითება ნახოთ რიკაძე გადავა ეხა და შეეტევა მოვლით ალბათ შეიძლება მოვლით შეტევას ლელო ერთი ლელო სულ კარგი მოვლით დადის პირველ ტაიმში მეტოქის 22 მეტრიანში ლელოს არასენსის დერეფანი ხედავთ ბურთით ჩოთა ხელაძეს კარგად ახდნენ ვაჟა მაისურაძე დაეუფლა ორი ხელით ბურთს საბოლოოდ ბურთი ჩანს ასე რომ გადავა ეხა ღია თამაში გავიდა ხაზენ უგზარ ხევხიშვილი კარგი მიძალება არა ხევხიშვილმა შეძლეს საბოლოოდ მის შეჩერება სწრაფადვე გამოიტანეს ლელოელებმა ბურთი მივიდა საბოლოოდ ხელაძემდე წაიღო წინ ხელაძემაც სიმონიშვილი გააკეთა დარტყმა და ჯარიმის უპირატესობა ლელოს გავიდა ხაზზე ჩიქოვანი
გამოიტანა ხუროშვილმა, მოძებნა იქვე მყოფი სვიმონიშვილი, კიდევ ერთი მიძალება სვიმონიშვილის ამჯერადაც ორი ბოჭავის წინააღმდეგ აღმოჩნდა ფეხით შეცურებული ბურთი, ვინ იქნება ამ ბურთზე პირველი? დატოვა ბურთმა მოედანი, დაუბრუნდება ლელოს ჯარიმის უპირატესობა. ხედავთ აქ ანიშნებენ სადგოს გამიდა რომ კარებში დავარტყათო, ნახოთ და სამ ქულამდე შეამცირებს ლელოს ხოობას. რა თქმა უნდა ეს გასატანი ჯარიმა. მოიპოვა ბოლო 10 წუთია დაახლოებით 7-8 წუთია ლელო უპირატესობა, ლელო გაიტანეს. აი ეს შესაძლოა მოყოს სხვათა შორის ეს ყველაფერი. დაკარგეს იქ მარტივ სიტუაციებში ბურთები, ერთი აუტი წააგეს, ერთი საკუთარი შეკლიმა წააგეს და ასე რომ ხედავთ ასეთ დეტალებს აქვს მნიშვნელობა. შესაძლებლობა რიკაძის რომ 3 ქულამდე შეამციროს სხვაობა. ზუსტია რიკაძე 30-27. მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა სხვაობა, სათამაშოდ კი 20 წუთზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი, დაახლოებით 17 წუთი. საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ორივე გუნდმა არაერთი საფეხბურთო შეტევით გაგვანებიუროს კიდევ დღევანდელ შეხვედრაში. აჩქაროს აია რა თქმა უნდა, მათ აწყობთ ეს ანგარიში. ბაბუნაშვილმა დაკიდა საბრძოლო ბურთი მეორე ზონაში. ყურადღებით იყვნენ და დამაჯერებლად ითამაშეს ლელოს მოთამაშეებმა. ხუროშვილმა დააგრძელა რაკი ფეხით გადაიტანს ბურთს. აქ რა ხდება, აიღო მეტრეველმა საბოლოოდ ბურთი ვიცია, აიასი. დატოვა მეტრეველმა ბურთი რთულ ვითარებაში მოედანზე. და ჯარი აქ რა თქმა უნდა თამაშგარი იყო ნამდვილად. მარტივი შეცდომა დაუშვა ლელო. მეტრეველი ვახსენეთ, მეტრეველი რომელიც მთელი წელი ძირითადში ის იყო თუ და ბოლო პერიოდში ტრავმები ჰქონდა და ეხლა დააბრუნდა ხედავთ სადარგუნდა შემოვიდა. ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მაგარი შემტევი დიდაჩი ბაბუნაშვილი უტყამს წყინვალეთ გადადის 22-თან. კარგი დარტყმებით დღევანდელ შეხვედრაშიც გაგვანებიურა ბაბუნაშვილმა. მიემართება ბურთის მოსაწოდებლად საბა ხონელიძე. აგდეს ლაღაძეზე ახტება ბურთი აიასიან ბოლა. კარგად წაიღო ბოლამ. მნიშვნელოვანი მეტრები მოიგო, მიუახლოვდა აია მეტოქის 22 მეტრიანს. ხონელიძის კარგი წაღება ასევე. ახლა ხონელიძე ხაუტევს. ის ქიმუცაძე იყო, ჩავიდა ამასობაში ხონელიძე 5 მეტრში. ფრუიძე ახტება თორტები აიას ჯაიმის უპირატესობა ჰქონდა, ასე რომ ნახოთ რაღაც ყოლებას მიიღებენ. ეს გასატანი ჯარიმაა ნამდვილად და კარებსკენ ანიშნებს ბაბუნაშვილი ესეც არის და აწყამს კარებში. თითოეული ქულა ძვირად ფასობს დღევანდელ შეხვედრაში, ასე რომ ამ პოზიციიდან აიას არანაირ წაგება თუ აიამ ვერ მოიგო ფრე აწყობს სხვათა შორის აიას პირველ შენარჩუნებენ, ხო თუ ნებისმიერ წაგება აწნუგეშიც გულაც არ უშველით გადააწევს ბათუმი, ვინაიდან ბათუმს აქვს ურთიერთშეხვედრაში უპირატესობა აიასთან. ასე რომ მათთვის მნიშვნელოვანია ამ თამაშის მოგება და პირველი ადგილის განაღდება, პირველი ადგილი იძლევა რა თქმა უნდა სახლის გადასასვლელ ფინალის თამაში და ასევე ფინალი უბრალოდ რა არის, ფინალი ნებისმიერ შემთხვევაში ქუთაისში იქნება, ეს უკვე გადაწყვეტილია. ამასობაში ზუსტია ბაბუნაშვილი. 33-27 ანგარიში. კვლავ 6 ქულიანი უპირატესობით იმარჯვებს ქუთაისის აია.
გოგიტა რიკაძემ შეიყვანა ბურთი თამაში. აიღო კოხოძემ და თუმცა კარგად აწია ლელომ ძალიან და დააждენ ეგრევე. კოხოძეს მიეხმარა იქვე მყოფი ამბაკი დროულად გაასვდა. და ჯარიმა კიდევ ერთხელ დაჯარიმდა რაქთან ლელო. დაპირისპიროთ უკვე ლელომ მოუმატა ბრუიძე. ჯარიმებს. გამოშალეს ბოლა. წავიდა შემორბენაზე. ბოლამ თავად გაითავისუფლა ხელი და გადააწოდა და თანაგუნდას. დაუვარდა შვანგილეცს. უწყინარ სიტუაციაში დააგდო აქ ამირანმა. წამოვიდა ლელო შეძლებენ კონჩეტევას. ფეხს უტყამს. ხუროშვილი მოწებნა ცარიელი ზონა, თუმცა იქვე არის მეტრეველი, რომელმაც აიღო ბურთი. გადააწოდა ბაბუნაშვილს და ბაბუნაშვილი გაავა ფეხით. კარგად დაარტყა სპორტაშვილს. კი, ძალიან კარგად დაარტყა. ეს კარგი ფეხი მნიშვნელოვანია ხა რამ ხელმისაწვდომობა აქვს. სადამ მოხვალ არ იყო კარგ პოზიციაში, ამოვიდა 10 მეტრიანის ხაზთან. ხელაზე მოაწვის აუც აქ კომბინაციას. ხო, 71 წუთია და უკვე ხელაზე კიდე მოედანზეა, იშვიათია ასეთი ხა შენ კარგი თამაშია თუმცა მას დღეს. ორი ხელით დამაჯერებლად მოიპოვეს ბურთი სტუმრებმა, დაუცდა შემდეგ გელხიძეს ფეხი. ხელაძე შეინარჩუნა ბურთი. და მოიპარა ნიკოლაძე იყო თვალწები. გავიდა ბურთი მეტრეველთან, მეტრეველი ფეხს უთამს. მოედანშია წამოვიდა ქევხიშვილი, მეტრეველი ამოვიდა თვითონ შებოჭა. სინაუძე მცადა, მაგრამ გასცდნენ ელოელები წამოვიდა შეტევა, ფრთაზე გადაცემა. ჩიქოვანი უტევდა. გადაიყვანეს მიწაზე, ხუროშვილი გამოიტანა ბურთი, გადააწოდა სვიმონიშვილს. სწრაფად შეუცვალეს მიმართულება, ხელაძემ წამოიღო ღანიაშვილი, გადააწოდა ღანიაშვილმა თანაგუნდელს ფეხით გადაკიდებული ბურთი. ხო, ვაჟამაისვაძემ დაარტყა ფეხი, თუმცა ბაბუნაშვილი დახვდა ადგილზე და ალალზე დაიჭირა. მოითქვამენ სულს მისცემს ბაბუნაშვილი ხა თანაგუნდელებს ამოსუნთქვის საშუალებას და საკუთარი 22 მეტრიანიდან განაახლებს შეხვედრას. ამჯერად არც ისე კარგი დარტყმა გამოუვიდა ბაბუნაშვილს. რჩება ბურთი აიას ნახევარზე, 22 მეტრიანსა და 10 მეტრიან წვეტილს შორის იქნება სტუმრების დერეფანი. ხელაძე პირველივე მხტომელზე ამჯერადაც ორი ხელით მარტივად მოიპოვეს ბურთი ლელოელებმა. კონტროლებს ხელაძე, საბოლოოდ ხურაშვილი, თვითონ შეუტია. ხუროშვილმა გადააწოდა ქევხიშვილს, ისევ ხუროშვილი. კარგი ცრუ მოძრაობები, შეცვლაზე შემოსული ნუგზარ ქევხიშვილი გახდათ ეს. კარგი პასი გაუკეთა რიკაძემ და დაკარგეს ბურთი და იქ ჯარიმა ჰქონდა ლელოს, კი ბატონო, დაუბრუნდება უპირატესობა. ამას უბაში უკვე 9 წუთი და უკვე გადავწყვეტ ფაზაში შედის თამაში, აქ უკვე ყოველ შეცდომას დიდი ფასი აქვს. 9 წუთზე ოდნავ ნაკლები ქუთაისის აიას იმისთვის, რომ ოფიციალურად გაიფორმოს რეგულარული სეზონის პირველ ადგილოსნეს ტიტული, ხოლო ლელოს არასენს 9 წუთზე ოდნავ ნაკლები იმისთვის, რომ აიას ეს ფუფუნება ჩამოართვას.
შეიცვალა ბაჩუკი ბარათაშვილი, რომელიც ძალიან დიდხანს ითამაშა და კარგადაც აქტიური იყო. ნუ ზოგადად ღია თამაში ძალიან კარგი მორაგბია. შეიცვალა გაბისონი, ასევე დოლიძე. გამოვიდნენ ვარდანიძე, დავით კლდიაშვილი და ლუკა შენგელია. აქ მოიგო ლელომ კარგად აუტი, გავიდა ბურთი ხელაძემზე და ეხლა ცდილობენ მიწოლას. ვერ აგორა ლელომ მოლი, გავიდა ხაზზე. ხუროშვილი ბურთთან გადააწოდა ხელაძეს. ჯარი მოდიცავს ჯერჯერობით აიათავს, ამხნევებენ გულშემატკივრებიც ტრიბუნებიდან. კიდევ ერთი მიძალება მორკინალებით და ჩაოგი ბატონო. რა თქმა უნდა ეს ჯარიმა, წინვალე ჩაოგი და ხონელიძე. ბურთს არა შენგელია ხო არ იყო შენგელიას ულოცავენ, ბატონო. დაიცვა თავი აია. განაახლა შეხვედრა ბაბუნაშვილმა ფეხის ძლიერი დარტყმით. გადავიდა ბურთი, აუტი, კარგი დარტყმული გამოვიდა, რისკიანი, მაგრამ გაამართლა რისკმა. აი ამ მეტოქის ნახევარზეა, ხომ ამ დარჩენილ 6 წუთში, აი ასეც მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ზონაში გაატაროს დრო. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ დროს გაატარებს აი ამ მეტოქის ნახევარზე, მეტოქის სახიფათო ზონაში, მით უფრო მშვიდად იქნებიან ხუთაისელები, თუმცა სულად ჩამოაგდეს ბურთი მოგებული აუტიდან. ახლა მაგარი ბოჭა მოხდა ჭიკოვას შვანგირაძე, თუმცა წინ თამაშის უკეთესობას თვალსდებელოს, ბატონო, შეკინება იქნება. შეკინება, რომელიც პრინციპში აი ეს არა ცუდი, ეხლა ეს ყველაფერი აი ეს სასარგებლოდ მუშაობს. უწუწე ოდნავ მეტი მატჩისთვის განკუთვნილი დროის 60-მდე. ლელოს არასენსის შერკინება ბურთით ხედავთ დავით ხუროშვილს. ხო შერკინება არ იყო ესეთ რაღაც დომინირებაზე არ იყო გათვლილი, არც ერთი გუნდის შერკინება. ნახოთ ეხლა როგორ მიაწვევიან გუნდები. პირველივე მცდელობაზე ვერ მოეწყო შერკინება, კიდევ ერთხელ გაესაუბრება შეხვედრის მთავარი არბიტრი პირველ ხაზელებს. გასცა მითითებები შოთა ცაგარეიშვილმა გადააწყობს შერკინებას. შეაგორა ბურთი ხუროშვილმა, კარგი ბიძგი მისცა აიამ, მაგრამ სწრაფადვე გამოიტანეს ლელოელებმა. წამოიღეს, კარგად გაათამაშეს, წამოვიდა შეტევა, სახელაშვილი უტევს, გადავიდა ლელო მეტოქის ნახევარზე და სადა ბურთი დაკარგეს, დაკარგა, ამოაცალა კოხოძემ ცხინვალით ითამაშა. კარგი გარღვევა ჰქონდა სახელაშვილს, მაგრამ მარტო აღმოჩნდა შემდეგ უკვე მეტოქეების წინააღმდეგ. ბაკი თამაში აქში გადავიდა და ეხლა კლდიაშვილი ემზადება რომ დაარტყას ბურთი მეტოქის ნახევარზე, კარგადაც დაარტყას სხვათა შორის, ბატონო ეგრევე დააჯდნენ და მოიპარა ბურთი ლაღაძემ ცხინვალეთ. არ გაუშვეს პასი ხალხში, ისე მოკლედ უთრენ მოკლეზე აქ და ჯარიმის უპირატესობა ქუთაისის აიას. არა შერკინების თვალსები, ხო წინ თამაში ჩაუთვალა. შერკინება ამასობაში, რა თქმა უნდა, 3 წუთი ნახევარი დარჩა, მინიმუმ ნახევარი წუთი გავა აქ ამის შერკინის მოწყობაში.
კარგად მიაწვა აია ძალიან კარგად და ეგრევე გამოწია ხელი საკარაიშვილმა საბოლოოდ რა ხდება დაკარგეს ბურთი თუმცა ჯარიმა და ალბათ ეს ჯარიმა ჩემს დაუჩუნა გადაიტანო და კიდევ მეტად მოკლა დრო თაისლებმა წესით ნახოთ სულ უფრო ცოტა დრო რჩება ქუთაისის ლელოს არასენს ამ მატჩის გადარჩენამდე ხო აი სწორი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა 5 მეტრიანში კაუტი პირობითად როც დაკარგოს აი ამ დრო და ხო გადმოსვლას მეტოქის ნახევარზე ასე რომ ამ ზონაში თამაში თავი აუტის მოგება ეხა და რამდენი ფაზი გაკეთება ეს დიდი შეღავათი იქნება აიასთვის თუმცა რა თქმა უნდა ლელოზე ფიქრით შეიძლება მოაწოდა ბურთი ხონელიძემ პირდაპირ მაინც როდეს აუგდეს და მოიპოვა ლელომურთი და აქ შევა წამოიღონ ასეც არის ამჯერ ჩებოჭა ბოლა ქეხიშვილი ნუ რახშიც აწუხებს კარგად მეტოქეს აია და ჯარიმა აი დაუშვა აი შეცდომა და მიცა ლელოს რაღაც შანსი აკო ცუდა დაარტყა სახელაშვილმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუშალონ მეტრეველმა და შვანგირაძემ წამოიღო საბოლოოდ შვანგირაძემ შებოჭეს შვანგირაძე თუმცა ინარჩუნებს ბურთს ქუთაისის აია ნუ აღაძე წავიდა აი თიწუთი აქვს ახლა აიას მოსაკლავი მაქსიმალურად გაიყვანს აია დროს ეს მოკლე დარტყმებით ნიკოლაძე მარტოა უნდა მიეხმაუნა აუცილებლად ანუ აქ არ არის უკვე აია საჭირდება წამღები კონტაქტი ჭირდება უბრალოდ ისეთი კონტაქტი სადაც ნუ ფეხს უთხრამს რატომღაც დიაშვილი ალაზე დაიჭირა რიკაძემ აქ 10 მეტრი არ არის ქევხიშვილი სახიფათოა წამოვიდა შებოჭეს ქევხიშვილი ხუროშვილი კან გაკეთებული პასები აფციაური ცრუ მოძრაობები ფეხი დაარტყა რატომაც საბოლოოდ ვისია ბურთი ლელოსია მაისურაძე წავიდა მიეცა შანსი ბალიჩავა და ჯარიმა მოკეთ მოიპოვა ლელომ შანსი რა ხდება დაუბრუნდება ლელოს ჯარიმის უპირატესობა საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ხო იქ შეცდომა იყო რა თქმა უნდა ფეხის დარტყმა როცა რა ვიცი 40 წამიღოს დასაყვანი ხარ მეტოქის ნახევარზე უბრალოდ უნდა იცო აკეთოს მოკინალებმა ეს ვთქვათ არა წამღები კონტაქტები არამედ უბრალოდ ჩამდები ბურთი ესე ვთქვათ თუ თავრე ბურთი ჩადო და მიიღო ლელომ თავისი შანსი ნახოთ როგორ გამოიყენებენ დაშავებულია ლელოს ერთ-ერთი მოთამაშე რიკაძე ემზადება ნახოთ მნიშვნელობა ექნება ხა როგორ დაარტყამს რა ზონაში ჩააგდებს ნორმალურად დაარტყა შევიდა 22-ში შოთა ხელაძე მიემართება ბურთის მოსაწოდებლად შეუცვლელად ითამაშა ხელაძემ დღევანდელ შეხვედრაში
კარგ ნახტომში მოიგო ბურთი ლელომ, მოლიც ააგორეს, რაღაცა წისთვის მაგვარიც არის, მაგრამ წავიდნენ მიწაზე. რა ხდება? არა, მოიხსნა ხელაძე და ბურთი შეინარჩუნა. ეხა აიღე და მიეძალე უნდა ითამაშოს ლელომ. კიდევ ერთი მიძალება ჩაუჭდნენ. კი ბატონო, აქ იყო რა თქმა უნდა, წინვალით ითამაშა. ქიმუცაძემ გადაარჩინა ლელო, აია გადაარჩინა უბრალოდ და ლელოს მოუგლა შანსი. ნახოთ თუ ემთხოვათ ჩვენი დრო საჯის დროს, თუ ემთხოვა, მაშინ გაათამაშეს ბაბუნაშვილი და უბრალოდ დაასრულებს თამაშს. კი, დაასრულებს და ამით საკმაოდ სანახაობრივი დრამატული მატჩი 33-27 დასრულდა. ქუთაისის აიას გამარჯვებით გაინაღდა აიამ რეგულარული სეზონის პირველი ადგილი, მიულოცოთ ქუთაისელებს გამარჯვება და მადლობა ლელო სარასენს ამ ბრძოლისთვის, რომელიც შემოგთავაზა. სერგო გაბუნია, ლევან მათეშვილი უმუშაობდით თქვენთვის. მადლობა, ჩვენ გემშვიდობებით.